ეს არის ბატონი ნიკო მუსხელიშვილის მაგიდა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუზეუმში წარმოდგენილ ნივთებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთი აკადემიის პირველი პრეზიდენტის ნიკო მუსხელიშვილის სამუშაო მაგიდაა. იყო ძნელბედობა, ძალიან მომხიბვლელი მაგიდა იყო და რა თქმა უნდა, ესე იგი შეიძლება ვინმე როგორც ამბობენ თვალიც კი ედგა, როგორ მექნებ გაეპარებინათ, მაგრამ გია ჯაფარიძემ იყოჩაღა და თავისთან შეიტანა და ეს მაგიდა შერჩა დღემდე და მე ვთვლი რომ ეს არის ჩვენი მუზეუმის ცენტრალური ადგილი, იმიტომ რომ ბატონი ნიკო იყო პირველი პრეზიდენტი მეცნიერებათა აკადემიის და ეს რაღაც სიმბოლურიც არის ჩვენთვის. მხოლოდ ამ მუზეუმში ინახება მსოფლიოში ცნობილი ენათმეცნიერის და ასევე აკადემიის მეხუთე პრეზიდენტის თამაზ გამყრელიძის პირადი ნივთები, მათ შორის მანტია, რომელიც მეცნიერს გერმანიაში გადასცეს. უცხოეთში იყო და დოქტორის მანტიას რომ მოახურეს, ეს ოჯახმა შემოგწირა, მე მგონი ეს გერმანია იყო, მისი სათვალეები. მეცნიერების პირადი ნივთების გარდა მუზეუმში ასევე წარმოდგენილია საგანმანათლებლო კერების ისტორიის ამსახველი ფოტომასალა, მათ შორის იმ აკადემიკოსების, რომლებსაც ქვეყნის უმაღლეს სამეცნიერო ინსტიტუციაში უმოღვაწიათ დაარსებიდან დღემდე. ბანერებზე კი წარმოდგენილია ინფორმაცია ფაზისის სკოლისა და გელათის აკადემიის შესახებ. საგანმანათლებლო კერა დავით აღმაშენებელმა მე-12 საუკუნის დასაწყისში შექმნა, მაშინ, როდესაც ევროპაში უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა. საგამოფენო დარბაზში ნახავთ ეთნოგრაფიულ ნივთებსაც, თუ რას გამოსახავდნენ სვანურ კულტურაში ხის ნაწარმზე. ძველთაგანვე უკვე სვანებმა იცოდნენ, რომ არის მზის სისტემა და რომ არის, ესე იგი, 8 პლანეტა. ამაზე უკვე აქვთ, ესე იგი, ისე ამოკაწრული, რომ ჩანს, რომ პლანეტები სხვადასხვა ზომისა და ეს არის ირმის ნახტომი. წარმოიდგინეთ, ესე იგი, ირმის ნახტომით კი იცოდნენ და აქ არის ირემი, პირდაპირ რეალურად გამოსახული ირემი და ეს არის, ესე იგი, გალაქტიკა. მუზეუმში ინახება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საძირკვლის ავთენტური აგური, რომლითაც თავდაპირველად უნივერსიტეტს აშენებდნენ. რეკონსტრუქცია მიდიოდა და გარედან დარჩა ეს აგური და პარმენ მარგველაშვილმა წამოიღო და დღეს შემოგწირა. საგამოფენო სივრცეში ნახავთ გეოლოგიურ და არქეოლოგიურ არტეფაქტებსაც. ეს მე-10 საუკუნის ანთელია სტეფანწმინდის მონასტრიდან. აქ დაგხვდებათ პირველი გამომთვლელი დანადგარი, რომელიც საქართველოში 1928 წელს შეიქმნა. როგორც ამბობენ, არც სოფლიოშიც პირველი იყო. მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმში წარმოდგენილი ნივთები და არტეფაქტები ერთ სივრცეში აკადემიკოსმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ლია მელიქიშვილმა გააერთიანა. სწორედ მან შექმნა მუზეუმის ექსპოზიციის კონცეფცია. თავად მუზეუმის დაარსების მთავარი ინიციატორი კი აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველია. სირთულე ძალიან ბევრი იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მასალები ესე ადვილად მოსაპოვებელი არ აღმოჩნდა. არქივებში, შემდეგ ესე იგი ძალიან გვეხმარებოდა აკადემიის არქივი, ქალბატონი მანანა. მომავალ წელს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ საიუბილეო თარიღს უკავშირდება მუზეუმის გახსნაც. ჩვენ საქართველოში არ გვქონდა ქართული მეცნიერების ისტორიის მუზეუმი და ამდენად დადგა საკითხი. შეგვექმნა ამგვარი მუზეუმი, ამგვარი საგამოფენო დარბაზი, სადაც საქართველოს მეცნიერების ისტორიას წარმოვადგენთ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში, იქ სადაც წლების განმავლობაში უსარგებლო ნივთების საწყობი იყო, დღეს უნიკალური დოკუმენტების, არტეფაქტების და ისტორიული პირების პირადი ნივთებია განთავსებული.